რეკომენდაცია მშვილდოსნებისთვის აქვს საუბარი ასცენდენტით მშვილდოსანზე, მზით მშვილდოსანზე, მთვარით მშვილდოსანზე, დომინანტი ნიშნით მშვილდოსანზე და სტელიუმით მშვილდოსანზე. ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც სჭირდება მშვილდოსანს, პირველ რიგში ეს არის ბევრი სეირნობა, აუცილებელი არის სეირნობა, კარგი იქნება ცხენოსნობა, კარგი არის ველოსიპედით, გრძელ მანძილზე, გრძელ დისტანციაზე სეირნობა სჭირდება, ამიტომ შედარებით იმდენად არ არის რეკომენდებული ფეხით სეირნობა, თუ შეუძლია, რა თქმა უნდა, კარგი არის, მთავარია გრძელ დისტანციებზე და ხშირად სეირნობა, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში მშვილდოსანს წამალზე უკეთ შველის სიარული. სეირნობა, ჰაერზე ყოფნა დიდხანს. თვითონ წამლებს რაც შეეხება არ არის ბევრი წამალი და წამლების ხშირი მიღება მშვილდოსნებისთვის რეკომენდირებული, იმიტომ რომ ნერვულ სისტემაზე მოქმედებს და შესაბამისად შეამჩნევთ თუ წამლებს იღებთ და ხელის კანკალი გეწყებათ მშვილდოსნებს, ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ თქვენი უკვე უნდა შეწყვიტოთ ყველაფრის მიღება, იმიტომ რომ ნერვული სისტემა უკვე ძალიან გადატვირთულია ამდენი წამლებით. კიდევ რისი თქმაც შეიძლება მშვილდოსნებზე არის ის, რომ ეს ადამიანები ვერაფერს ვერ აკეთებენ მშიერ კუჭზე, შესაბამისად საჭირო არის მცირე ულუფებით კვება, მაგრამ ხშირად დღის განმავლობაში. არ არის რეკომენდირებული, რა თქმა უნდა, სპირტიანი სასმელები, ხორცი აქ რეკომენდირებული არის, თუმცა შედარებით უფრო მცირე რაოდენობით. კარგი არის სპორტი მშვილდოსნებისთვის, მაგრამ არ არის აუცილებელი გადაჭარბება და ყველა სპორტში თავის, ესე ვთქვათ, პოვნა. საჭირო არის ერთი კონკრეტული რომელიმე მიმართულების შერჩევა და ამ ერთი კონკრეტული მიმართულების განვითარება, ესე ვთქვათ, ზოგადად ძალიან ხარბი ექსპანსიური ნიშანია და ყველაფერი უნდა რომ აითვისოს, თუმცა ეს მისთვის არ არის მაინც და მაინც კარგი. ზოგადად ყველაფერი მშვილდოსანმა უნდა აკეთოს ნელა, არ არის აუცილებელი და საჭირო, ესე ვთქვათ, ჩქარა ყველაფრის კეთება და ყველაფრის მოსწრება. ის საქმე, რაც არ გამოსდის დღეს, მაგალითად მშვილდოსანს, ან ვერ აკეთებს დღეს, არ არის აუცილებელი, ზედ თავის გადაგოლა, საჭირო არის გადადება ხვალისთვის. თუ რამის ვერ აკეთებს დღეს, ვერ ასწრებს დღეს, არ გამოსდის, უბრალოდ უნდა გადასდოს ხვალისთვის და ხვალ მიუბრუნდება და ხვალ ყველაფერი გამოვა. მშვილდოსანმა საკვები უნდა მიიღოს ძილამდე და წოლამდე დიდი ხნით ადრე და საკვების მიღების შემდეგ საღამოს საჭირო იქნება გასეირნება. ისევ სუფთა ჰაერზე გასვლა, ეს მისთვის ძალიან კარგი პრაქტიკა არის. აუცილებელია სიფრთხილე მოტეხილობებთან, ხელის დაჭიმვასთან, ან ფეხის, ანუ ხრძობა, მოტეხილობები, ზოგადად აი ამ ხრივ აუცილებელია სიფრთხილე. სულ ეს არის, რისი თქმა შეიძლება მშვილდოსანზე.